ტელეკომპანია იმედის ეთერით გასული ქრონიკის მოდელირებული გამოშვება კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამერიკულმა გამოცემა Time-მა მსოფლიოში ყველაზე შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეული გამოაქვეყნა. ათეულში პირველ ადგილს საქართველოს ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული ქრონიკის მოდელირებული გამოშვებით იკავებს. შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულში საქართველოს უსწრებს 1938 წელს ორსონ უელისის რადიო ადაპტაციას, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე უცხო პლანეტელები გამოჩნდნენ, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. პანიკაში ჩავარდნილებმა სასწრაფო დახმარების სამსახურს მიმართეს. ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობამ სახლები მიატოვა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა ტელეარხმა შაბათ საღამოს ეთერში ცრუ ახალი ამბები გადასცა, რომელიც ქვეყანაში რუსულ ინტერვენციას იუწყებოდა. ამ სიტყვებით იწყებს ამერიკული გამოცემა New York Times-ი ქრონიკის მოდელირებული გამოშვებისადმი მიძღვნილ ვრცელ სტატიას. ქალაქში ატეხილმა პანიკამ ნაწილობრივ რეალობად აქცია ის, რის აღწერასაც ცრუ ახალი ამბების გამოშვება ცდილობდა. პროგრამა ფიქტიური იყო, თუმცა მაყურებელი გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო. იმედი კერძო ტელეკომპანიაა, მისი დირექტორი კი სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჩინოსანია, წერს სტატიის ავტორი ენდრუ კრამერი. გერმანული გამოცემა Die Welt დაწვრილებით აღწერს ქრონიკის ნახევარსაათიან გამოშვებას და მოსახლეობაში შექმნილ პანიკას და სტატიას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს. ის რაც სხვებისთვის უხეში ხუმრობაა, ქართველებისთვის მგრძნობიარე თემაა. იქ ნებისმიერი ჭორისთვის, რომელიც რუსების ინტერვენციას ეხება, ნუყიერი ნიადაგია. როგორც ჩანს, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ამ ეფექტის გამოყენება სააკაშვილს მისაღებად მიაჩნია. პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია ამ წუთისათვის ჩვენთვის. მოდელირებული ქრონიკა საინტერესო თემაა მეორე გერმანული გამოცემისთვისაც. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა არხმა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის ინსცენირება მოახდინა და მოსახლეობაში რეალური პანიკა დათესა. ამ სიტყვებით ეხმაურება შპიგელი ქრონიკის გამოშვებას. თითქმის ყველა უცხოური ონლაინ გამოცემა, მათ შორის შპიგელი, ცხას უსვამს იმედის გენერალურ დირექტორსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირს. წარსულში ოპოზიციური არხი დღეს პრეზიდენტის რუპორადაა მიჩნეული. იმედის გენერალური დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი გიორგი არველაძე ერთ დროს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი იყო, ნათქვამია გამოცემაში.